მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წინა ორი ლექცია დავუთმეთ ფერმენტების შესახებ ინფორმაციის გაცნობას. ანუ დავახასიათეთ ფერმენტები თუ რა არიან, რას წარმოადგენს, რა და რა ჯგუფები არსებობს, როგორ ხდება მათი ფუნქციონირება და დავახასიათეთ ასევე რაზეა დაფუძნებული თვითონ ფერმენტის უნარი, რომ მას შეუძლია რომ მოახდინოს რეაქციის კატალიზი, ანუ აჩქარება. დავახასიათეთ რომ ფერმენტული რეაქცია, რომელიც არის ესეთი სტრუქტურა ხასიათდება გარკვეული მახასიათებლებით, რომელთაც კინეტიკური პარამეტრები უწოდეთ, ხო? ანუ ეს არის პარამეტრები, რომლებიც ახასიათებს ფერმენტული რეაქციის მიმდინარეობას. ესეთი იყო მაქსიმალური სიჩქარე, ანუ ვ-მაქსიმალური, ესეთი იყო კმ და მათთან დაკავშირებული სიდიდე, რომელიც თვისობას ასახავდა, ხომ? ფერმენტისა, სუბსტრატისა თვით. ეხლა პირველი ესე იგი, როდესაც ჩვენ უყურებთ ფერმენტულ რეაქციას, ნებისმიერ რეაქციას, აი ჩვენ წარმოვიდგენთ გარკვეულ ისრებს, ხომ უყურებთ, რომ ეს რეაქცია საით მიმდინარეობს მარცხნიდან, მარჯვნიდან, მარცხნივ თუ მიმდინარეობს სწორასწორულად, თუ ორივე მხრივ მიმდინარეობს, მაგრამ გარკვეული სხვადასხვაობით, თუ მხოლოდ სამმხრივია ეს რეაქცია, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რეაქციის დახასიათების დროს ჩვენ შემოგვაქვს სიდიდე, რომელსაც უწოდებთ სიჩქარეს. ანუ ეს არის ის მახასიათებელი, რომელიც ჩვენთვის არის შეიძლება ითქვას ამოსავალი წერტილი რეაქციის სიჩქარე. და ჩვენ განსაზღვრეთ რეაქციის სიჩქარე როგორც პროდუქტის წარმოქმნა დროში, ხომ? ან სუბსტრატის შემცირება დროში, შეიძლება ესეც ითქვას. ანუ ნებისმიერ მანქანას აქვს თავისი შედეგი და ეს შედეგი ჩვენ თუ დროზე გადავეთვლით, ჩვენ ეს მოგცემს აი ამ მექანიზმის სიჩქარეს და ფერმენტების შემთხვევაში შედეგი ეს არის ან პროდუქტის ზრდა, ან სუბსტრატის შემცირება, ხომ? აი ეს. ეხლა ჩვენ საუბრობდით, რომ ფერმენტები არ არიან დამოუკიდებლები, ხომ მხოლოდ? ანუ არსებობს რთული ფერმენტები, რომელთაც კოფერმენტები ესაჭიროება. არსებობს მარტივი ფერმენტები, რომელთაც ასევე ესაჭიროებათ კოფერმენტი. ანუ მათ გარკვეული ხშირ შემთხვევაში ფერმენტი არ მუშაობს დამოუკიდებლად, არამედ მას ესაჭიროება გარკვეული დამხმარე. ანუ შეიძლება ითქვას ბიძგის მიმცემი ან პირიქით ხელის შემწყობი. თუმცა გარკვეული ნივთიერებები წარმოადგენენ პირიქით ხელის შემშლელ ფაქტორებს ამ ფერმენტებისათვის და მათ ინჰიბიტორები ეწოდებათ. ეხლა, როდესაც და დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ზუსტად ინჰიბიტორებს. როდესაც საუბრობთ ფერმენტული რეაქციის სიჩქარეზე, ვამბობდით, რომ ფერმენტული რეაქციის სიჩქარე შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორზე, როგორც გარემო ფაქტორებზე, ტემპერატურა, pH-ი, ისე, ანუ ისეთ ფაქტორებზე, რომელიც ცვალებადია შედარებით, ხო? ჩვენ აქ წნევას არ აღვნიშნავთ, იმიტომ რომ ასე თუ ისე წნევა მუდმივია და სხვა სიდიდე. და წყლის კონცენტრაცია ასე თუ ისე მუდმივია. და ასევე დამოკიდებულია თავად ფერმენტის კონცენტრაციაზე, სუბსტრატის კონცენტრაციაზე და პროდუქტის კონცენტრაციაზე. აი, როდესაც საუბრობთ ჩვენ, როდესაც მხოლოდ ფერმენტის კონცენტრაცია იცვლება, სუბსტრატის კონცენტრაცია მუდმივი, ამ დროს ამ გრაფიკს აქვს სწორხაზოვანი სახე, იმიტომ რომ რამდენჯერაც იზრდება ფერმენტის კონცენტრაცია, იმდენჯერ იზრდება რეაქციის სიჩქარე. სუბსტრატის კონცენტრაციის შემთხვევაში სხვანაირად ხონდა, ხომ შემთხვევა, როდესაც სუბსტრატის კონცენტრაცია იყო ცვალებადი, რაც ძალიან ახლოს არის უჯედულში მიმდინარე რეაქციების უმრავლესობასთან, ამ დროს ფერმენტ სუბსტრატული კომპლექსის წარმოქმნის სიჩქარე გარკვეულ ჰიპერბოლურ სახეს იძლეოდა, თავიდან იყო ძალიან სწრაფი ზრდა, თუმცა შემდგომში ჩვენ გვქონდა გარკვეულ პლატოზე გადასვლა და ეს მიდიოდა ვ-მაქსიმალურისაკენ. ანუ გარკვეული მაქსიმალური სიჩქარისკენ, რომლის შემდეგაც სულ არ ხდება. და ასევე პროდუქტის კონცენტრაციაზე ჩვენ ამაზე არ გქონია საუბარი, მაგრამ აი პროდუქტის კონცენტრაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ფერმენტული რეაქციების რეგულირების დროს, იმიტომ რომ თქვენ აი თერმოდინამიკიდან გახსოვთ, რომ მორეაგირე ნივთიერებათა და პროდუქტთა კონცენტრაციები გარკვეულად განსაზღვრავს რეაქციის მიმდინარეობას. ანუ მათ შეუძლიათ რომ რეაქცია წარმართონ ან მარცხნიდან მარჯვნივ, მათმა კონცენტრაციამ მარჯვნიდან მარცხნივ.
თუ პროდუქტის კონცენტრაცია ძალიან გაიზრდება, ის ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს და არ ხდება მისი გამოყენება, ანუ არ ხდება მისი დაგროვება, ის ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს გარკვეულ დამბლოკავ აგენტს, რომელიც ბლოკავს აი ამ რეაქციის მიმდინარეობას პროდუქტის წარმოქმნისაკენ, სანამ ეს პროდუქტი არ გამოიყენება სხვა რეაქციაში. და ბიოქიმიური რეაქციების პლუსი ის არის, რომ ეს ჯაჭვური რეაქციებია ხშირად ერთი რეაქციის პროდუქტი წარმოადგენს სხვა რეაქციის სუბსტრატს, ან ერთი რეაქციის პროდუქტი გამოიყოფა გარემოში, შესაბამისად ისცილდება აი ამ სისტემას და რაც აძლევს საშუალებას ხშირ შემთხვევაში არასპონტანურ რეაქციებსაც კი რომ წარიმართონ ეფექტურად. ეხლა ინჰიბირება ეს არის დაბლოკვა, ხო, დათრგუნვა თავისი არსით. ფერმენტული რეაქციის ინჰიბირება ხდება ინჰიბიტორების მეშვეობით. ხა ეს ინჰიბიტორები არსებობს ორი სახის, არასპეციფიკური და სპეციფიკური. ხა რა არის განსხვავება მათ შორის? არასპეციფიკური ინჰიბიტორები ესენი არიან ინჰიბიტორები, რომლებიც ფერმენტს ექცევიან, ესე ვთქვათ, ფერმენტს უყურებენ, ფერმენტზე მოქმედებენ როგორც ცილაზე. ანუ ისინი არ ანსხვავებენ ეს ცილა ფერმენტია თუ ეს ცილა რეცეპტორია თუ ეს ცილა სატრანსპორტო ცილა, ანუ რა ტიპის ცილა ამაზე არ ხდება აპელირება. არამედ ეს უბრალოდ მოქმედებს ნებისმიერ ცილაზე. აი მაგალითად ყველაზე კარგი მაგალითი არის ტემპერატურა ალბათ. ასევე pH-ის ხშირად არის კარგი მაგალითი. ანუ ეს არასპეციფიკური ინჰიბირების ფორმები. ეხლა ხშირად არასპეციფიკური ინჰიბირება არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში შეუქცევად. მაგრამ სპეციფიკური ინჰიბირება ეს არის, როდესაც ინჰიბიტორი მოქმედებს ფერმენტზე როგორც კატალიზატორზე. ანუ ის ნებისმიერ ცილაზე კი არ მოქმედებს ერთნაირად. უშუალოდ აი ამ ცილაზე, ამ ფერმენტზე მოქმედებს და მოქმედებს მის კატალიზურ უნარზე. თავის მხრივ სპეციფიკური ინჰიბიტორები იყოფა ორ ჯგუფად. ეს არის შექცევად და შეუქცევად ინჰიბიტორები. შეუქცევად ინჰიბიტორები ესენი არიან, როდესაც ხდება კოვალენტურად აღნიშნული ინჰიბიტორის დაკავშირება ფერმენტთან, რაც საბოლოო ჯამში ახდენს ფერმენტის ინაქტივაციას მთლიანად და ეს ფერმენტი უკვე ვეღარ იმუშავებს და სავარაუდოდ მოხდება მისი დაშლა. ეხლა შექცევად ინჰიბირებას რაც შეეხება, ეს შექცევადი არის თავის მხრივ, ანუ აქ ხდება უმეტესად არაკოვალენტური კავშირის წარმოქმნა ინჰიბიტორსა და ფერმენტ შორის და გვაქვს ჩვენ სამი სახე. ეს არის კონკურენტული, არაკონკურენტული და უკონკურენტო. ეგრეთ წოდებული უკონკურენტო ინჰიბიტორი. ეხლა ზოგიერთ ლიტერატურაში თქვენ უკონკურენტო ინჰიბირებას ვერ ნახავთ. ზოგიერთ ლიტერატურაში ეს განიხილება. ზოგან მხოლოდ ორი არის ხოლმე კონკურენტული და არაკონკურენტული და არაკონკურენტულს აქვს ორი სახე. კლასიკური არაკონკურენტული ინჰიბირება და შერეული არაკონკურენტული ინჰიბირება, რეალურად ეს არის უკონკურენტო ინჰიბირება. ეხლა ჩვენ რო გრაფიკულად შევხედოთ ამას, მე მოგახსენეთ თქვენ რომ ცოდნის გამოვლენა შესაძლებელია სხვადასხვანაირად, ვერბალურად, გრაფიკულად და წერილობით, ხო? მაგრამ მე თუ რაღაცა ვიცი, ჩემთვის სულ ერთია როგორ გამოვხატავ ამას. ასევე მე თუ ვიცი გრაფიკული საკითხვა, ამას ვერბალურად გადატანა შემიძლია. მათემატიკურად გადატანა შემიძლია. ანუ ეს ცოდნის გამოვლენის სხვადასხვა ფორმა არსებობს, რა თქმა უნდა და თქვენ ამას დარწმუნებული რომ ხშირად იყენებთ. ეხლა აი შევხედოთ ამ გრაფიკს. გრაფიკი, რომელიც არის მიხელის და მენთენის გრაფიკის მსგავსი, სადაც იზრდება სუბსტრატის კონცენტრაცია, როდესაც ფერმენტის კონცენტრაცია არის მუდმივი, ანუ კონსტანტი. რა ხდება? ჩვენ ვიცით, რომ საწყის ეტაპზე ხდება ზრდა, შემდგომში გვაქვს გადახრა გარკვეული და შემდგომში მიდის ეს და გარკვეულ ვემაქსიმალურს აღწევს სადღაც. ეხლა რაც გვეუბნება ჩვენ ეს გრაფიკი, რომ ნახეთ თქვენ აი წითელი ხაზი, რა არის აქ? დაიწყო ფერმენტმა მუშაობა სუბსტრატის კონცენტრაციების დროს რაღაცა, მაგრამ და მიაღწია იგივე ვემაქსიმალურს. მაგრამ რა არის განსხვავება? განსხვავება არის, რომ Km ვემაქსიმალურის ნახევარი იგივეა. რომ ვემაქსიმალური იგივეა. მაგრამ Km უკვე არის მეტი, ვიდრე იყო მანამდე. ჩვენ ვიცით, რომ Km ეს არის თვისობა.
უბრალოდ ბოდიში. Km ეს არის სუბსტრატის ის კონცენტრაცია, როდესაც ფერმენტული რეაქციის სიჩქარე არის მაქსიმალურის ნახევარი. ანუ ვიცით ის, რომ თუ Km არის მაღალი, თვისობა არის დაბალი. და თუ Km არის დაბალი, თვისობა არის მაღალი. ესე იგი, რა მოხდა ამ დროს? თვისობა შემცირდა, რადგანაც Km გაიზარდა. ეხლა მოდით ჩვენ ვიმსჯელოთ, რატომ გაიზარდა Km? რამ გამოიწვია Km-ის გაზრდა? ეს შემთხვევა, აი ეს წითელი ხაზი, ხომ გრაფიკზე. ეს არის ეგრეთ წოდებული კონკურენტული ინჰიბიტორის ზემოქმედება. და ამ დროს არ იცვლება V მაქსიმალური და იზრდება Km. ეხლა რატომ არ იცვლება V მაქსიმალური და რატომ იზრდება Km? კონკურენტული ინჰიბიტორი იმიტომ ჰქვია, რადგანაც კონკურენციას უწევს სუბსტრატს აქტიური ცენტრისადმი. რატომ? რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი რეალურად არის ის, რომ სუბსტრატსა და ინჰიბიტორს შორის არის მსგავსება, კონფორმაციული მსგავსება. ანუ მათ შეუძლიათ ერთი და იგივე საიტში ჩაჯდნენ, შეიძლება ითქვას, ერთნაირი ალბათობით. თუმცა ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ფერმენტებს მეტი სწრაფვა, მეტი თვისობა აქვს ინჰიბიტორების მიმართ, ვიდრე სუბსტრატის მიმართ. მაგრამ შენ რომ გაზარდოს სუბსტრატის დაკავშირების ხარისხი, ანუ ინჰიბიტორის დაკავშირების ხარისხი შეამცირო, ან ეს კონკურენციაში მოიგოს, ესე ვთქვათ, სუბსტრატმა, უნდა გაზარდოს სუბსტრატის კონცენტრაცია. ანუ ამ ინჰიბიტორის უარყოფითი ზემოქმედების მოხსნა შესაძლებელია სუბსტრატის კონცენტრაციის ზრდის ხარჯზე. გაიზარდა სუბსტრატის კონცენტრაცია, ეს სუბსტრატის კონცენტრაცია, როდესაც გაიზრდება, სუბსტრატი ჩაჯდება ისევ აქტიურ ცენტრში და დაიწყება პროდუქტის წარმოქმნა. და რა თქმა უნდა, V მაქსიმალური, რომელიც არის პოტენცია, ხომ, რომ ეს რა არის? ეს არის მაქსიმალური სიჩქარე, რაც კი ამ ფერმენტებს შეუძლიათ განავითარონ. ანუ ეს არის პოტენცია. და ეს პოტენცია ამ ფერმენტს არ შეცვლია. უბრალოდ ინჰიბიტორი ქონდა დაკავშირებული, ვერ მუშაობდა, ამოაგდო ინჰიბიტორი დაიკავშირა სუბსტრატ და მუშაობს. ეხლა ეს სუბსტრატი რომ დაიკავშირა და მუშაობს, კი მუშაობს, მაგრამ ის V მაქსიმალური რომ მიეღწია, ანუ V მაქსიმალურის ნახევარი რომ მიეღწია, ჩვენ უკვე დაგვჭირდა უფრო მეტი სუბსტრატის გამოყენება. და რადგანაც უფრო მეტი სუბსტრატის გამოყენება დაგვჭირდა, ხო? რა თქმა უნდა, Km გაიზარდა. და თუ Km გაიზარდა, თვისობა შემცირდა. ანუ ესე იგი კონკურენტული ინჰიბიტორი ზრდის Km-ს, ამცირებს თვისობას სუბსტრატისადმი, რა თქმა უნდა, და არ ცვლის V მაქსიმალურს. გასაგებია? დიახ. კარგი. ეხლა ანუ აქ თავარი არის რომელ კინეტიკურ პარამეტრებზე მოქმედებს და რატომ? აი ეს არის თავარი კითხვა. ეხლა მეორე აი ლურჯ ხაზს დავაკვირდეთ. ნახეთ რა ხდება. ეს ლურჯი ხაზი იწყება უფრო ნელა შეიძლება ითქვას, სიჩქარე ადის ნელ-ნელა და პლატო აქვს უფრო დაბლა. ანუ მცირდება V მაქსიმალური. ანუ აი ამ ფერმენტს შეუძლია უფრო ნაკლები სიჩქარის განვითარება. ვიდრე ეს შეეძლო ნატიურ ფერმენტს, ანუ ფერმენტს, რომელზეც არანაირი ზემოქმედება არ მოხდა. ეხლა ჩვენ რო შევადაროთ ეს ისევ აი ამ შავ ხაზს, ხო, შავ გრაფიკს. ნახავთ, რომ V მაქსიმალურის ნახევარი აი აქ და აქ. რა თქმა უნდა, იქნება ასე თუ ისე სხვადასხვა. მაგრამ რიცხობრივად, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე Km-ზე არის ეს V მაქსიმალურის ნახევარი. ანუ ეს არის არაკონკურენტული ინჰიბიტორის შემთხვევა. ნახეთ სახელი გონება არაკონკურენტული. ანუ არაფერს არ უწევს კონკურენციას. მაგრამ მაშინ რას აკეთებს? ჩვენ ვიცით, აი ახლა აქ შემოდის იდეა ალოსტერული ფერმენტების. ჩვენ ვიცით, რომ ფერმენტი ეს არის მინიმუმ მესამეული კონფორმაციის მქონე ცილა, მესამეული სტრუქტურის მქონე ცილა, მინიმუმ, შეიძლება მეოთხეულიც. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს გარკვეული კონფორმაცია, გარკვეული სივრცული აღნაგობა, რომელზედაც შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული აქტიური რეგიონები. ზოგიერთი ასეთი აქტიური რეგიონი არის აქტიური ცენტრი, რომელიც გარდაქმნის სუბსტრატს პროდუქტად. მაგრამ ეს ცილა დიდი მოლეკულაა, ხომ? რატომ მარტო აქტიური ცენტრი?
მას სხვა უბანიც აქვს, სხვა დამაკავშირებელი უბნები. უბრალოდ იმ უბნების ფუნქცია სუბსტრატის პროდუქტად გარდაქმნა კი არ არის, უბრალოდ დაკავშირება არის. მაგრამ დაკავშირება ახლა ჩვენ რომ უბრალოდ დაკავშირება არ არსებობს. თუ რაიმე რაღაცას დაუკავშირდა, აუცილებლად მასში აღძრავს ცვლილებას. აუცილებლად მასში აღძრავს ცვლილებას. და ეს ცვლილებას აღძრა, ხომ? იწვევს ცილაში მთლიანად კონფორმაციულ ცვლილებას. აი მე მინდა გაგახსენო თქვენ ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი. ფერმენტ-სუბსტრატული კომპლექსის წარმოქმნის. რა ხდებოდა იქ? რომ დაუკავშირდებოდა გარკვეული ნაერთი, ახდენდა სტიმულაციას ფერმენტის აქტიური ცენტრი იცვლიდა ფორმას, იცვლიდა კონფორმაციას და ხდებოდა სუბსტრატის შესაბამისი. ამიტომ ერქვა მას ინდუცირებული შესაბამისობის, იმიტომ ქვია მას ინდუცირებული შესაბამისობის მოდელი. აი ზუსტად, ეხლა იმ შემთხვევაში აქტივაცია ხდება, ხო? ანუ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ აი ის ფერმენტიც, რომელიც ესე ვთქვათ, რომელიც ეფუძნება ინდუცირებული შესაბამისობის მოდელს, ესეც არის ეგრეთ წოდებული ალოსტერული ფერმენტი. ფერმენტი, რომელსაც გააჩნია აქტიური ცენტრის გარდა სხვა დამაკავშირებელი უბანი, რომელიც მოქმედებს ამ ფერმენტის აქტივობაზე. ეხლა მოხდა ეს დაკავშირება, ხომ? ეხლა ჩვენ გვაქვს საუბარი დღეს ინჰიბირებაზე. დაუკავშირდა გარკვეული ნაერთი ფერმენტს და მოახდინა აქტიური ცენტრი, შეიძლება ითქვას დაბლოკვა. ანუ ეს აქტიური ცენტრი უკვე სუბსტრატს ვეღარ დაიკავშირებს. თუ სუბსტრატს ან ვეღარ დაიკავშირებს სუბსტრატს იმდაგვარი აქტიურობით. ანუ ის ცვლის ფორმას აქტიური ცენტრი, შეიძლება ითქვას. ანუ აქტიური ცენტრის პოტენცია სიჩქარის განვითარების უკვე აღარ არის იმდაგვარი, როგორიც იყო. ანუ ამიტომაც მცირდება ვმაქსიმალური. და თუ ვმაქსიმალური მცირდება, ხო? ესე იგი მისი პოტენცია შემცირებული. მაგრამ ეს ფერმენტი არ ცვლის კაემს. ესე იგი ეს ფერმენტი ეს ინჰიბიტორი ამ დროს დაკავშირება სუბსტრატისა ფერმენტისადმი ნამდვილად უფრო დაბალხარისხიანია, ანუ ნამდვილად სიჩქარისგან, ანუ პროდუქტის წარმოქმნის პოტენცია მცირდება, მაგრამ სუბსტრატები უკავშირდებიან უფრო დაბალი კონცენტრაციით. ესე იგი ამ დროს ვმაქსიმალური მცირდება, მაგრამ კაემი არ იცვლება. კაემი არ იცვლება, რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ ვმაქსიმალურის ნახევარი უფრო მცირეა, მაგრამ კაემი იგივეა. ანუ სუბსტრატის კონცენტრაცია იგივეა, რაც საჭიროა ვმაქსიმალურის ნახევრის განსავითარებლად. აი ეს არის არაკონკურენტული ინჰიბიტორი. ეხლა რაც შეეხება ან შერეულ არაკონკურენტულ ინჰიბიტორებს, ან არ უკონკურენტო ინჰიბიტორებს, ეს ერთ-ერთი. უკონკურენტო ინჰიბიტორი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მოდელი ინჰიბირების. ამ დროს რა ხდება? თურმე ინჰიბიტორი უკავშირდება არა ფერმენტს, არამედ ინჰიბიტორი უკავშირდება ფერმენტ-სუბსტრატულ კომპლექსს. და რადგანაც ის უკავშირდება ფერმენტ-სუბსტრატულ კომპლექსს, თქვენ რაც უნდა გაზარდოთ სუბსტრატის კონცენტრაცია, პირიქით ამით იზრდით ინჰიბირების ხარისხს. აი ამ შემთხვევაში მცირდება ვმაქსიმალური, იმიტომ რომ ეს არის დაბლოკვა, მაგრამ სამაგიეროდ იზრდება კაემი. იმიტომ რომ თქვენ მეტი ფერმენტის, რაც უფრო მეტ სუბსტრატის კონცენტრაციას დამატებთ, ინჰიბირების ხარისხი რეალურად ზრდით. ანუ მაგრამ თქვენ გინდათ რომ მიაღწიოთ მაინც სიჩქარეს, ხო გარკვეულწილად. ეს არ ნიშნავს რომ ანუ როგორ არის იცით, ეს ხო შექცევადი ინჰიბირების სახეებია, ახლა მე მინდა რომ ეს გაიგოთ. რა თქმა უნდა, ინჰიბირების დროს, აი იმ მომენტში სიჩქარე ყველგან მცირდება, ყველა შემთხვევაში. მცირდება, მაგრამ ვმაქსიმალურზე აქვს საუბარი, რომ აი ეს პოტენცია რამდენად მცირდება თუ არ მცირდება. აი ამაზეა საუბარი, ვმაქსიმალურზე. ანუ არ გეგონოთ რომ აი ეს ინჰიბიტორი არ მოქმედებს ვმაქსიმალურზე, ეს იგი სიჩქარე არ იცვლება. რა თქმა უნდა, სიჩქარე იცვლება, მაგრამ ოდესმე ეს სიჩქარე მაინც მიაღწევს ვმაქსიმალურს. მაგრამ აი უკონკურენტო ინჰიბიტორის დროს ვმაქსიმალური მცირდება. სამაგიეროდ კაემი იზრდება, იმიტომ რომ თქვენ მეტი და მეტი სუბსტრატის კონცენტრაციას ამატებთ, მაგრამ შედეგად სამწუხაროდ იღებთ კიდევ მეტ ინჰიბირების ხარისხს.
აი ეს არის ის ციკლი იყო მიხაილთა მეთენის გრაფიკი, ხო? მასზე გამოხატვა ამ ინჰიბიტორებს. ეს არის ლაინუერ და ბერკის გრაფიკი და მასზე არის ეს იგივე ინჰიბიტორები გამოსახული. და თქვენ ნახავთ, რომ აი ეს არის კონკურენტული ინჰიბიტორი. არ იცვლება V მაქსიმალური, ერთი შეფარდებული V მაქსიმუმ და შესაბამისად არ იცვლება, მაგრამ რადგანაც კაიმი იზრდება, ერთი შეფარდებული კაიმთან უფრო 0-ისკენ მიდის, ანუ მცირდება. არაკონკურენტულის დროს კი პირიქით კაიმი არ იცვლება, ერთი შეფარდებული კაიმთან არ იცვლება, ხოლო ერთი შეფარდებული V მაქსიმალურთან, რა თქმა უნდა, იზრდება, იმიტომ რომ V მაქსიმალური მცირდება. და უკონკურენტოს დროს კი რადგანაც მცირდება V მაქსიმალური, ერთი შეფარდებული V მაქსიმალურთან იზრდება, რადგანაც იზრდება, ესე იგი, რადგანაც კაიმიც იცვლება, ერთი შეფარდებული კაიმთანაც არის შესაბამისად შემცირებული. უბრალოდ გაზრდით. მგონი ეს არასწორია. იქ იყო არასწორი. ერთ შეფარდებული კაიმთან არის ამ შემთხვევაში შემცირებული. გაზრდილი ბოდიში, მინუს ნიშნი. კარგი. ესე იგი, ინჰიბირების შემთხვევაში ჩვენ ვიცოდეთ აუცილებლად, როგორ მოქმედებს თითოეული ინჰიბიტორი, რა კინეტიკურ პარამეტრებზე მოქმედებს და გრაფიკულად როგორ შეიძლება მისი გამოსახვა. ეხლა რეგულაცია. რეგულაცია, რომელთანაც კავშირში არის ხშირად ინჰიბირება ხანდახან. ეხლა ამას ჩვენ ნახავთ. რეგულაცია სხვადასხვა ეტაპით შეიძლება მოხდეს, სხვადასხვანაირი. ერთი არის ფერმენტის რაოდენობის რეგულირებით. მეტი დასინთეზირდება, ნაკლები დასინთეზირდება. მეორე შემთხვევა არის, როდესაც ფერმენტის აქტივობის ცვლილებაზე ხდება გავლენა. ამის მიხედვით არსებობს ეგრეთ წოდებული ალოსტერული ეფექტორები და არსებობს ეგრეთ წოდებული კოვალენტური მოდიფიკაციები. ალოსტერული ეფექტორები შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი, ხო? ეხლა ამაზე რო ვისაუბროთ. ეხლა ფერმენტის რაოდენობის ცვლილება. რაზე არის აქ საუბარი? აი მაგალითად თქვენთვის ცნობილია, რომ ვიტამინი D მოქმედებს, ეხლა ამ შემთხვევაში არ არის კონკრეტულად ფერმენტზე საუბარი ერთ-ერთ ცილაზეა, მაგრამ კარგი მაგალითია. ვიტამინი D მოქმედებს კალციუმის შეწოვის პროცესს. ხო, D3 ვიტამინი არის კარგი კალციუმის შეწოვის. რატომ? რა არის მის ეს? იმიტომ რომ თურმე ის აქტივებს ისეთი ცილების სინთეზს, რომლებიც კალციუმის ტრანსპორტში მონაწილეობენ და შენახვაში. მეორე შემთხვევა, გვაქვს ასეთი ფერმენტი. პირველად დეჰიდროგენაზური კომპლექსი, რომლის პირველი ფერმენტი არის პირველად D-კარბოქსილაზა. მისი კოფერმენტი პროსტატული ჯგუფი არის თიამინ პიროფოსფატი. ეს არის ვიტამინი B1-ის წარმოება. აი აღმოჩნდა, რომ აი ამ ფერმენტის შესაბამისი ინფორმაციული RNA, პირველად კარბოქსილაზა შესაბამისი ინფორმაციული RNA არსებობს, დასინთეზირებულია ტრანსკრიფციის შედეგად, მაგრამ ის არ ტრანსლირდება, არ ხდება მისგან ცილის სინთეზი. მანამ სანამ თიამინ პიროფოსფატი, თვითონ ეს ვიტამინი B1 არ დაუკავშირდება მის ინფორმაციულ RNA-ს, ეს ინფორმაციული RNA გაიხსნება და საშუალება ეძლევა რიბოსომას რომ დაჯდეს იმ შესაბამის რიბოსომის დამაკავშირებულ უბანთან და დაიწყოს ტრანსლაციის პროცესი. ეს ერთ-ერთი მაგალითები და ასეთი მრავალია რა თქმა უნდა. ქოლესტერინი მაგალითად, რომელიც არეგულირებს თვითონ ან სტეროიდები არეგულირებენ ქოლესტერინის მასინთეზირებელი ფერმენტის სინთეზს. როდესაც დიდია, სინთეზი წყდება, როდესაც შემცირდება ქოლესტერინის კონცენტრაცია, მაშინ სინთეზი ძლიერდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპებია, რომ მინდა რომ გაითავისოთ, აი როდესაც თქვენ მეტაბოლიზმს ისწავლეთ მომავალში, ხომ? აი თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აი გაქვთ გლუკოზა მაგალითად. ეს გლუკოზა შეიძლება სხვადასხვა გზით გარდაიქმნას. მაგრამ ჩვენ ვიცოდეთ, რომ რა განაპირობებს, რომ ერთი გზით გარდაიქმნება და არა მეორე გზით. არა მეორე გზით, არამედ მესამე გზით და ასე შემდეგ. ეხლა მეორე, როდესაც ხდება ზემოქმედება ფერმენტების აქტივობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ ინჰიბირებაზე და ვახსენებთ ალოსტერული ფერმენტები, ხომ? ანუ ესენი იყვნენ ფერმენტები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ალოსტერული რეგულატორული უბნები შეიძლება იყოს. აი ამისი კარგი მაგალითია, მაგალითად პროტეინკინაზა A. პროტეინკინაზა A, რომელიც იკავშირებს ესეთ მეორად მესენჯერს ციკლურ AMF-ს და ციკლური AMF-ი როდესაც მას დაუკავშირდება,
ამ ფერმენტის რეგულატორული უბნები ანთავისუფლებენ კატალიზურ უბნებს. და ეს კატალიზური უბნები იწყებენ ცილე პროტეინ კინაზა, ხომ? იწყებენ ცილების ფოსფორილირებას. აი ეს ერთ-ერთი მაგალითია. აი ამ შემთხვევაში ციკლური AMF-ი, რომელიც ATF-დან სინთეზდება, გვევლინება როგორც დადებითი ეფექტორი, ანუ აქტივატორი. მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე შემთხვევა. როდესაც გვაქვს საუბარი უარყოფით ინჰიბიტორებს. აი როდესაც საუბარი არის, რომ ნადაში წარმოიქმნება, ხომ? წარმოიქმნა ნადაში, ეს ნადაში, ანუ ნადის კონცენტრაცია მცირდება, ნადაშის კონცენტრაცია იზრდება. აღმოჩნდა, რომ ეს ნადაში თვითონ წარმოადგენს ინჰიბიტორს გარკვეული რეაქციებისთვის. ეხლა ეს უმეტესად არის, აი ჩვენ განვიხილავთ, ეგრეთ წოდებული პროდუქტის მიერი ინჰიბირება, ანუ უკუგებითი ინჰიბირება ეწოდება მას. ეხლა უკვე უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, აი ალოსტერული ინჰიბიტორები, ესენი არიან არაკონკურენტული, იგივე არაკონკურენტული ინჰიბიტორი თქვა თუ დააკავშირებთ, რაც ალოსტერული ინჰიბიტორი, იგივე პრინციპია აქვს, იგივე ესე ვთქვათ, გამოხატული. ეხლა ეს არაკონკურენტული ინჰიბიტორები აი სხვა უბანში უკავშირდებიან, ხომ? ესე იგი, გარკვეული რაიმე თუ დაუკავშირდა აი ამ კონკრეტულ ფერმენტს რაღაც უბანში და მოახდინა აქტიური ცენტრის ბლოკირება, ესე იგი ეს არის ალოსტერული ინჰიბიტორი, ანუ უარყოფითი ეფექტორი, ანუ არაკონკურენტული ინჰიბიტორი. ეხლა მეორე მოდელი ფერმენტული აქტივობის რეგულაციის, ეს არის ეგრეთ წოდებული კოვალენტური მოდიფიკაცია. ეს რა არის? ეს არის შემთხვევა, როდესაც ფერმენტისში არსებული ამინომჟავებთან ხდება გარკვეული ფუნქციური ჯგუფების დამატება. ძირითად შემთხვევაში რეგულაცია გულისხმობს ფოსფორილირებას და დეფოსფორილირებას, რაც ხდება კინაზების მეშვეობით. ძირითადი ამინომჟავები, რომლებიც განიცდიან ფოსფორილებას და დეფოსფორილებას, ესენი არიან სერინი, თიროზინი და ტრეონინი, ხომ? რადგანაც ესენი არიან ჰიდროქსილშემცველი ამინომჟავები. მაგრამ ამას ემატება სხვა ტიპის მოდიფიცირებები, მაგალითად ADF რიბოზილირება, სადაც ნადი გამოიყენება არა როგორც კოფერმენტი კოსუბსტატი, არამედ ნადი გამოიყენება ADF რიბოზას წყარო და ხდება ADF რიბოზილება. ეს ნუკლეინის ჟავში ძალიან გავრცელებული, ნუკლეინის ჟავთან დაკავშირებული ცილების მოდიფიკაციის ძალიან გავრცელებული მოდელი. შეიძლება მოხდეს აცეტილირება. აი მაგალითად ლიზინის ნაშთები ხშირად აცეტილირდება. მეთილირება, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი გზა აი ფერმენტული აქტივობის ცვლილების. აი ეს სხვადასხვა ჯგუფების მიმატება ეს იწვევს ამ ფერმენტების აქტივობის ცვლილებას. ეხლა გარდა ამისა, ფერმენტებს ახასიათებთ კიდევ ტრანსლოკაციები, ანუ გადაადგილება უჯრედში და სხვადასხვა ადგილას ესე ვთქვათ დამაგრება. აი მაგალითად არის ასეთი ფერმენტი, პროტეინ კინაზა C. ეს პროტეინ კინაზა C ხსნადი ფორმა არსებობს, მაგრამ საკმარისია მას დაუკავშირდეს კალციუმი, რომ იწყება ამ პროტეინ კინაზა C-ს მიმაგრება მემბრანას, ანუ ის გადაადგილდება მემბრანისკენ და მემბრანას ემაგრება და იქ მონაწილეობს ცილების ფოსფორილების პროცესში. ანუ ეს ეფექტორების დამატება ხანდახან კავშირში არა მარტო ფერმენტული აქტივობის ცვლილებასთან, არამედ მათ ტრანსლოკაციასთან, ანუ მათი ადგილმდებარეობის ცვლილებასთან და ადგილმდებარეობა განსაზღვრელია, ხომ? სადაც ის არის, იქ მოქმედებს. შესაბამისად ძალიან აუცილებელია სად იქნება. არსებობს იზოფერმენტები, ამას თქვენ ნახავთ, ეს იზოფერმენტები ესენი არიან მსგავსი ფუნქციის შემსრულებელი, თითქმის მსგავსი ფუნქციის შემსრულებელი ფერმენტები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული, ესე ვთქვათ, ევოლუციური მსგავსება. მე ვახსენე უკუგებითი რეგულაცია, ეს რა არის? როდესაც პროდუქტი, ამ კასკადის პროდუქტი, ბიოქიმიური კასკადის პროდუქტი, იწვევს რომელიმე საწყისი ეტაპის რეგულირებას, მაგალითად ინჰიბირებას, ან აქტივაციაც შესაძლებელია მოხდეს. გააჩნია. ეხლა, რაზე აქვს საუბარი? აი ეს არის რეგულაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. რატომ? იმიტომ რომ
ორგანიზმმა უჯრედმა უნდა გაიგოს ცოცხალმა სისტემამ, რომ რაღაცა წარმოქმნა ბევრი და აღარაა მისი წარმოქმნა საჭირო. აი მაგალითად წარმოქმნა დიდი ოდენობით ATF-ი, აღარ არის საჭირო გლუკოზის გარდაქმნა ATF-ის წარმოქმნისათვის. ეხლა საჭიროა გლუკოზის დამარაგება. აი ეს ყველაფერი ხორციელდება აი ამ ზუსტად უკუგებით, ინგლისურად ქვია feedback inhibirებით ან პირიქით აქტივაციით. გააჩნია რა მომენტია საუბარი. და აი კოვალენტური მოდიფიკაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა ეს არის მაგალითად გითხარით ფოსფორილება და ეს არის მაგალითი გლიკოგენ ფოსფორილაზასი. ასეთი ფერმენტი, რომელიც შლის გლიკოგენს, ასეთ ნახშირწყალს. ეხლა გლიკოგენ ფოსფორილაზა, როდესაც ფოსფორილირდება გლიკოგენ ფოსფორილაზას კინაზას მეშვეობით, ის აქტიური ხდება. ანუ ის ხდება აქტიური და იწყებს გლიკოგენის დაშლას. მაგრამ საკმარისია მისი დეფოსფორილირება, აი ფოსფორილაზას ფოსფატაზას მეშვეობით, რომ მისი აქტივობა ცირდება. აი კოვალენტური მოდიფიკაცია, მაგრამ აქვე არის საგულისხმო ის, რომ გლუკოზის კონცენტრაციაც მოქმედებს აღნიშნულ პარამეტრზე. ანუ თუ გლუკოზა არის დიდი ოდენობით, მაშინ ხდება გლიკოგენ ფოსფორილაზას ინაქტივაცია. და თუ ის მცირე კონცენტრაციით არის, მაშინ გლიკოგენ ფოსფორილაზა მაინც ინარჩუნებს გარკვეულ აქტივობას, მიუხედავად ფოსფორილების ხარისხისა. და მე ვფიქრობ, ეს არის სავარაუდოდ. კარგი. ეხლა თუ რაიმე კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ.